24 ნოემბერს სამშვიდობო ინიციატივის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 2015 ჩატარდა. გასულ კვირას სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 2015 ჩატარდა. ფორუმის მიზანი იყო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და დევნილი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა. ასევე მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და დობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მოეწყო. ფორუმის ფარგლებში შემუშავდა საპროექტო კონცეფციები, რომელიც დონორ ორგანიზაციებს წარედგინება. ახალგაზრდებმა შემოგთავაზეს დაახლოებით 10 ძირითადი კონკრეტული წინადადება, მათ შორის არის დევნილთა ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებაში, ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში, ახალგაზრდები მშვიდობისათვის, ადამიანის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები და ახალგაზრდების როლი ამ კონტექსტში, ასევე ახალგაზრდების ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში და როგორც დღეს აღნიშნეს ახალგაზრდებმა სწორედ ერთ-ერთი წარმატებული პროგრამის პრეზენტაცია გააკეთეს ფლორენციის პროექტისა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები და მსგავსი პროექტის მხარდაჭერას ითხოვენ ეს ახალგაზრდები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტები ყველა მხარდაჭერილი იქნება. ფორუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი, საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აქ მოვედი იმიტომ, რომ მოუწოდო მათ თავისი ხედვები მომავალზე მოგვარების თუ ტრანსფორმაციის თემებზე ჩამოაყალიბონ, გაანალიზონ, იმუშაონ ამ საკითხებზე და უფროსებს მიაწოდონ თავისი ნაშრომები, თავისი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ისე რომ ეს შეხვედრა არ არის მხოლოდ რაღაც ფორმალური დღესასწაული, ეს არის სამუშაო შეხვედრა უფროსებთან, უფროსთაობასთან და იმ ხალხთან, ვინც არიან კონფლიქტების მოგვარების საკითხებით დაკავებული. ახალგაზრდები როგორც ყოველთვის არიან მამოძრავებელი ძალა და მათი ჩართულობა ყველა იმ პროცესში, რომელიც საზოგადოებაში მიმდინარეობს, მათ შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აუცილებელია. რამე თუ ახალგაზრდებს არ აწევთ ტვირთად ის შეცდომები, რომელიც ჩემმა თაობამ დაუშვა. ამიტომ მე მინდა ამ ახალგაზრდებს უსურვო წარმატებები, უფრო გაბედულად იმოქმედონ იმისათვის, რომ იმეგობრონ აფხაზ მაწულებთან. რამე თუ ჩვენ ერთიან სივრცეში, ერთიან სახელმწიფოში უნდა ვაშოროთ ის საზოგადოება, რომელსაც დემოკრატიული საზოგადოება ჰქვია. ეს ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, დობის აღდგენაში, დაშორებულ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გამტკიცებაში ახალგაზრდობის როლს. დღევანდელი ფორუმი, რომელიც ჯგუფებში მუშაობას გულისხმობს და სხვადასხვა რეკომენდაციების შემუშავებას, იქნება კიდევ ერთი დამატებითი სტიმული და მნიშვნელოვანი სტიმული ჩვენ ვფიქრობთ ამ ურთიერთობების გადახედვისა და ამ დობის აღდგენისა. სახალხო დამცველი მიესალმება ნებისმიერ მსგავს ღონისძიებებს, რომელიც გამიზნული არის სწორედ დაშორებულ საზოგადოებებში დობის აღდგენით, კონფლიქტების ტრანსფორმაციით და ამ კონფლიქტების ტრანსფორმაციაში ადამიანის უფლებების როლის განსაკუთრებული გამოკვეთის გზით. ფორუმის მუშაობაში 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ ეთნიკურად აფხაზები და ოსები. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ისევე ვიყოთ თანასწორუფლებიანად ჩართული მშვიდობის აღდგენის საკითხში, საქართველოს გამთლიანების საკითხში, როგორც სხვა ჩვენი თანატოლი ახალგაზრდები. აფხაზურ ორგანიზაციებთან ამ ეტაპზე კავშირი არ გვაქვს, თუმცა დავინტერესდით ჩვენ ამ საკითხით, დავუკავშირდით ადამიანებს, რომელსაც გამოცდილება აქვთ ამ საკითხზე მუშაობით და ჩვენ აუცილებლად იდეაში გვაქვს, რომ იქაც დავიწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე, პრობლემების მოგვარებაზე აქტიური მუშაობა, როგორც ამ ეტაპზე საქართველოში მუშაობთ. თბილისის ახალგაზრდული ფორუმი 2015 საკმაოდ კარგი ფორმატი ტარდება. ჩვენ ვართ 8
ჯგუფი ჩამოყალიბებული, რომელმაც გავცვალეთ აზრები და წარმოდგენილი იდეებით გავისაუბრეთ სახელმწიფო პირებს. ძალიან საინტერესო იყო ეს შეხვედრები და მოხარული ვიქნები, რომ მხოლოდ ფორმალური სახე არ ექნება ამ ყველაფერს და საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს დადებს. ჩვენ ვართ ახლა ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომლებიც ცდილობს პოლიტიკას ნაკლებად შეეხოს, ყურადღებას ვამახვილებს სპორტზე და კულტურაზე, რომელიც ხიდი იქნება ჩვენ შორის, რომელიც აღადგენს რამოდენიმე ათეული წლების წინ დანგრეულ ურთიერთობებს, რომელიც ომმა დაგვიტოვა და პოლიტიკამ და პოლიტიკის გარეშე სპორტმა და კულტურამ დიდი როლი უნდა შეასრულოს შერიგების საქმეში, ჩვენი თაობის ინტეგრაციის საქმეში, რაშიც ჩართულები უნდა ვიყოთ პირველ რიგში ჩვენ და ამისთვის თანადგომა გვჭირდება ჩვენი მთავრობიდანაც, არასამთავრობოებიდანაც და გაეროდანაც, რადგანაც დიდი ძალისხმევით და ფართო მასშტაბებით განვახორციელებთ სხვადასხვა პროექტები.